დავბრუნდით და ამრე შენ თუ იცი რომ რაღაცა საოცარი მაგიური პერიოდი დაიწყო. არაჩვეულებრივი სურვილების ასრულება, სწორად ჩაფიქრება, წინსვლა, წარმატება და ახალმთვარეობა არის ახლა 25-ში და არ ვიცოდი, მაგრამ გვრძნობ, იმიტომ რაღაცა ზეგავლენის ქვეშა ვარ. მაგას გვრძნობ. რაღაცა კარგი ზეგავლენის ქვეშა. კი, კარგიც და ხანდახან წნევა მაქვს მაღალი. ხო, ნუ ეგ სხვა ზეგავლენა არის, ხანდახან პასპორტში უნდა ჩაიხედო ხოლმე ალბათ. მე მეუბნება. მე ვიყურები გენაცვალე და ამიტომ ამ თემას არ უზმევ ხარ. ანრი და ძალიან საინტერესო არის სწორად ჩაფიქრება სურვილების. ამას ყოველთვის ვამბობ. ცოდნა ჭირდება, კი ბატონო. და აი ამ პერიოდიდან ამბობენ რომ ყველას რაღაცა ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პერიოდები უდგება ფინანსებში, იქნება პირად ცხოვრებაში თუ ასე შემდეგ და ვინ გვეტყვის ამას თუ არა შენ წარადგინეს ულამაზესი. ფანტასტიკური, ულამაზესი მართლაც ბრწყინვალე არაჩვეულებრივი მარიამ შუკაკიძე გვეტყვის ასტროლოგი ამ ყველაფერზე დაწრულებით თუ რა გველის და როგორ გველის ფანტასტიკურად გამოიყურებით მარიამ. ძალიან მოგვენატრა, ძალიან დიდი ხანია. მეც მომენატრა სხვადასხვა და აი ზუსტად აი ამ მაგიურ პერიოდში მოხდა ჩემი ასეთი კამბექი, ხო დაბრუნება. ხო და ახლა მოდი გითხარი, აი მაგიურ პერიოდს მართალია არ არის მართალი ზოდიაქოს ნიშნებს როგორ რა უნდა მოვიქცეთ. დიახ. 25 იუნის ანუ გუშინ მქონდა ესე იგი ეს მაგიური ახალმთვარეობა, ეს მაგიური რას ნიშნავს და რატომ დაემთხვა რომ აი ასეთი მართლაც ბრწყინვალე პერიოდი გვაქვს? იმიტომ რომ იუპიტერი არის წარმატების და იღბლის პლანეტა ასტროლოგიაში და მოხდა ასეთი ჯადოსნური სამკუთხედი შეიკრა, ესე იგი მზე შეუერთდა მთვარეს და მთვარე შეუერთდა იუპიტერს და მზეც იუპიტერთან არის შეერთებული, ანუ ერთგვარი მაგიური სამკუთხედი. იუპიტერი არის კავშირში გაფართოებასთან, იღბალთან, სურვილების ასრულებასთან, ანუ ეს არის კეთილი მნათობი და მოაქვს წარმატება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში და ეს პერიოდი გვაქვს 29 ივნისის ჩათვლით. და რა თქმა უნდა ყველას შეეხება, თუმცა რაღაც ნიშნებს განსაკუთრებით, ხო და მაგაზეც ვიტყვი აუცილებლად, ხო? ესე იგი ეს მზე იუპიტერის შეერთება გვაძლევს რა? საშუალებას, რომ აი თქვენი დაწყებული საქმე გააფართოს და უშუალოდ გახვიდეთ ახალ მასშტაბზე, ან მოიზიდოთ უეცარი იღბალი თქვენ ცხოვრებაში და ეს ჯადოსნური ენერგიები იუპიტერის უკვე იგრძნობა, ხო? როგორ უნდა გავაკეთოთ? მოპატიო გაწყოდებ რომ მოვიზიდოთ. შეიძლება არის კარგი პერიოდი, მაგრამ არ ვიცი, რამე ქმედება არის საჭირო. რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში, ნუ ოქროს წესია მანიფესტაციის, რომ სამყაროს არ უყვარს ნეგატიური ფორმულირებები. ანუ არ უნდა ვთქვათ, რომ მე არ მინდა რაღაცა პრობლემები. ეს არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ სიტყვა არ ესმის და პირიქით გაიგებს, რომ თქვენ გინდათ და მოიზიდავთ ამ პრობლემებს. ამიტომ ოქროს წესი ნეგატიურად არ ვსაუბრობთ, სამყაროს თავისი ენა აქვს. სამყარო არ გვზღუდავს, ჩვენი გონება გვზღუდავს. არც მტრებზე, არც აი რა დღე მაქვს, რა საშინელება, არაფერს არ ამბობს. აი როგორი ადამიანია მაბეზრებს თავს, ესე იგი ესეც არა. პირიქით, ყველა პირიქით პოზიტიურად ვსაუბრობთ. ესე იგი შეგიძლიათ რომ ან აწმყო დროში სთხოვოთ, რომ აი რაც გინდათ რომ მოიზიდოთ, ეს თითქოს უკვე თქვენია, ან უბრალოდ სთხოვოთ, რომ მე მინდა დაუშვათ აი გზების გახსნა, წარმატება ვთქვათ, მატერიალური კეთილდღეობა, მე მაქვს ესეც შეიძლება. ამას უბრალოდ ვამბობთ თუ რამე კონკრეტული რიტუალი არსებობს. აი ეხლა მანიფესტაცია რა არის? ცოტა ჩავშალო. ხო, მანიფესტაცია ნიშნავს რეალობის გათვითცნობიერებულ პროგრამირებას ადამიანი რომ აპროგრამებს თავის რეალობას. მაგრამ მანიფესტაციაზე უკვე არაერთხელ საუბრობდი და დღეს მოვედი ექსკლუზიური რიტუალით თქვენთან, არსად არ ვიცი. აი ეს გვინდა, დღეს რა გავაკეთოთ, მოგვიყევით. კი ბატონო, ესე იგი ახალმთვარეობა გუშინ მქონდა. კიდევ ახალმთვარეობასაც კეთდება და პლუს 2 დღე კიდევ გაქვთ ვადა რომ გააკეთოთ. ესე იგი დღეს აბა ჩავიწერო. ამას ქვია მთვარის ელექსირი, შეგიძლიათ დამზადოთ. აი ძალიან ისე მაგიურად ჟღერს, მაგრამ მარტივია. ესე იგი გვჭირდება რა? კალამი, ფურცელი, გვჭირდება ჭიქით წყალი. ოღონდ ჭიქა უნდა იყოს მინის, ანუ გამჭვირვალე უნდა იყოს. ავავსოთ, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, წყლით ავავსოთ. ხანის წყალი. კი ბატონო, კი ბატონო, ცოცხალი წყალი ჯობია, კი გამდინარე. და ესე იგი რომ ავავსებთ, ფურცელზე ჩამოვწერთ თქვენ სურვილებს რა გინდათ და არ ხართ შეზღუდული, ანუ შეგიძლიათ პირადი ბედნიერებაც მოითხოვოთ, მატერიალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, მოცილება ნეგატივის მტრების და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შეგიძლიათ რომ ჩამოწეროთ. და რომ ჩამოვწერთ, ვკეცავთ ამას და ვდებთ ფანჯრის რაფაზე, ესე იგი ღამე ვტოვებთ, აი ამ შევუცურებთ, ესე იგი ამ ჭიქას ქვეშ, კი. და მთელი ღამე ვტოვებთ. ნუ უმჯობესია ეხა თუ ისეთ ადგილას გაქვთ ფანჯარა, რომ თან მთვარე უყურებდეს, მაგრამ თუ არ გაქვთ, არ არის პრობლემა. მთვარის შუქი და მთვარის ენერგია მთელი ღამე შეაღწევს მაინც ამ წყალში, ღამე ვტოვებთ და დილით უზმოზე გვჭირდება რომ დავლიოთ ბოლომდე. ოღონდ ვაკეთებთ რას? მადლიერება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადლობა მთვარეს, მადლობა ზეცას დახმარებისთვის და აი მადლიერებით ვსვავთ, ესე იგი ამ წყალს და წარმოვიდგენთ, რომ რაც ჩავიფიქრეთ, ეს უკვე ჩვენია და აი გაიწმინდებით ბოლომდე და შემოვა ეს ენერგიები. ფურცელი შემდგომში შეგიძლიათ, რომ შეინახოთ. თუ აივანი გვაქვს და აივანს უყურეს მთვარის შუქი ლამაზად. კიდევ უფრო კარგია სივრცეში შეიძლება, კი. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ჩამოწერა სურვილების აწმყოში მე მაქვს სიტყვაზე წარმატება მე. შეგიძლიათ აწმყოში ან სთხოვოთ, რომ მე მინდა მოვიზიდო მატერიალური კეთილდღეობა და დაუშვათ პირადი მარია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა პირველ რიგში რა ელის ჩვენს ქვეყანას. აი ეს როგორი პერიოდი ექნება საქართველოს. დიახ. სოფლიოში მოგხსენებათ არეულობა და მე ამაზე ვსაუბრობდი კიდევ ჩემ პროგნოზში, რომ ომების წელია, მაგრამ ეხა მე მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო. ჩვენ არ შეგვეხება ცუდად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იუპიტერის ტრანზიტი ჩვენს ქვეყანას წყალობს პირიქით. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გააქტიურდება, შეიძლება საერთაშორისო პროექტები დავიწყოთ და აი ქვეყანას ექნება წინსვლა. ანუ ჩვენი ქვეყნისთვის იღბლიანი პერიოდია. მართლაც დაცულები ვართ თეორიული მადლით. დიდი მადლობა ვერც რომ ჩვენ ქვეყანა დავაკონკრეტოთ რა ნიშნებია ყველაზე კარგი ხო განსაკუთრებით წყლის ნიშნებისთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ იუპიტერი ქმნის შეერთებას კირჩხიბში კირჩხიბებისთვის ნუ ძალიან კარგი პერიოდია მორიელი და თევზი და კირჩხიბი ანუ აი ეს სამი ნიშანი ძირითადად ხო არის რა თქმა უნდა ამ იღბლიანთა სიაში. ეხლა ვისთვის არის ცოტა ისეთი პერიოდი რომ უმჯობესია გავაფრთხილოთ ხო? მოკლედ, იმედ გაცხრობები შეიძლება გქონდეთ, აი ჩამოვთვლი ხარ რამოდენიმე ნიშანს და გეტყვით როგორ არ გქონდეთ, ხო? ფორმულა ეხლა ჩიტ კოდი არსებობს ყოველთვის, ხო? თამაში ვართ ფაქტობრივად, კი. ესე იგი, თხის რქა, სასწორი ვერძი, ამ ნიშნებს განსაკუთრებით ვაფრთხილებ. შეიძლება ზედმეტი აი იმ გრანდიოზული მოლოდინები მოგივიდეთ ეხლა, რომ აი მე ისმინდა და არ გამოვიდეს. აი ამ იუპიტერის ტრანზიტმა ეს იცის, ხო? რომ აი კვადრატი და ოპოზიცია რო იქნება ამ ნიშნებთან მარტივად რო ვთქვათ ზედმეტი იმედები გვაქვს და მე ეს არ ხდება. ამიტომ რაღაც საქმეს თუ იწყებთ ზედმეტი მოლოდინების გარეშე მიყევით დინებას. ხო, ამ ნიშნებს ვაფრთხილებ ეხლა და უფრო მარტივად მოიზიდავთ იღბალს და წარმატებას. ათიფუთი არ გვინდა. შემდეგ აი ტყუპებზე აინტერესებს, აი ხო ხდები, თვითონ ტყუპია. ესე იგი 4 ივლისამდე, ნუ ისეთი პერიოდი აქვს ტყუპებს, რომ ცოტა სპონტანური კონფლიქტების და პროვოკაციების პერიოდი, აი ტყუპებისთვის და ქალწულისთვის არის ეს პერიოდი, ხო? იმიტომ რომ მარსი ურანის კვადრატი გვაქვს, ამიტომ ცოტა შევიკავოთ თავი აფეთქებებისგან, ხო? ეგ გვჭირდება აქ. და უკვე 4 ივლისიდან ძალიან კარგი პერიოდი დაიწყება ტყუპებისთვის, ვენერა შევა ტყუპებში, ხო? სიყვარულის და ფინანსების პლანეტა და ჩვენი პლანეტა, ჩვენი. ეგ სასწორების პლანეტა, მაგრამ თქვენთან ჯერ კუნძულს გიყიდი ნატუკა, კუნძულს. ხო, და აი საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება ტყუპებისთვის, აი პირადის მხრივ და ფინანსური ინვესტიციების მხრივ. ეხლა ჯერ ყუროებისთვისა ფინანსური ინვესტიციების პერიოდი 4 ივლისამდე, კი ბატონო. რა კარგი ყუროები მაინტერესებს. კიდე ხო გვაქვს ლომი ეს ჰაერი იყო. ცეცხლის ნიშნები ბერძი გავაფრთხილეთ, რომ ზედმეტი მოლოდინები არ გვინდა ეს პერიოდი. რაც შევა მშვილოსნისთვის კარგი პერიოდია, კი, კარგი პერიოდია. ეხლა იუპიტერი მშვილოსნის პლანეტაა საერთოდ და ანუ შეუძლიათ ეხლა მოგზაურობა, მაქსიმალურად წამოწყებები, ახალი პროექტების, კარგი პერიოდია მშვილოსნებისთვის. ლომებს რაც შეეხება 23 ივლისამდე ლომებს აქვთ ენერგოტონუსი დავარდნილი. ხო, აი სანამ მზე შევა ლომში, იქამდე ცოტა ენერგო ვიბრაციები არის დავარდნილი და უმჯობესია მეტად დაისვენონ ლომები, ხო და არ აყვნენ ასევე პროვოკაციებს. აი ეს პერიოდია ლომებისთვის. ქალწულებზეც ვთქვით, რომ არის ის პერიოდი, რომ აფეთქებების და ჯობია რომ ცოტა შევიკავოთ თავი, ხო, ეს მარსი გვაქვს ქალწულში ეხლა და მათში არის უფრო მოზღვეული ეს კრიტიკულობა, პერფექციონიზმი, ცოტა ეგ დააბალანსონ ეს პერიოდი, ხო, ეგ გვჭირდება. მერწყული, მორიელი. მერწყულისთვის ნეიტრალური პერიოდია, შეუძლიათ წამოწყებები 17 ივლისამდე, ოღონდ ეს ყველას ეხება, იმიტომ რომ მერე აირევა ცოტა, ასე ვთქვათ 10 აგვისტომდე გვაქვს მერკურის რეტროგრადულობა და ეს ცოტა რევს პროცესი. აი როცა ირევა, მაგ დროს რას ვაკეთებ? მაგ დროს ვართ ფრთხილად, თუ დოკუმენტებთან გაქვთ შეხება, 15 ჯერ გადაიკითხეთ, რომ აი პატარა შრიფტით რაღაცა არ ეწეროს, ხო, ნამდვილად. თუ მოგზაურობა მაინც გიწევთ, პასპორტი შეამოწმეთ, რომ ჩადეთ, აი ადრე გადით, ხო, რომ აი საცობის გამო არ დაგაგვიანოს, აი მსგავსი კაზუსები ხდება ხოლმე, ან რეისი არ შეგვეშალოს, ხო? აი მსგავსი კაზუსები ხდება ხოლმე მაგ პერიოდში. რეისი არ შეგვეშალოს, ყველაზე კარგი იყო. სხვა გაროჯნები, სხვა გაროჯნები, სხვა გააღმოჩნდა. ცირა მაინტერესებს თვალეს
ფაქტზე რომ ვისაუბრო, ძალიან დიდი ენერგეტიკა აქ მთვარეს. ნამდვილად. გარდა ამ ყველაფერისა, ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ საოცარ დღეებში დაუშვათ დღეს ღამე ხვალ წყლის გარდა რაღაც ანთილის, ან სამაჯური რომელიც გვიკეთე ამ ბეჭედი რაღაცა დავმუხტოთ კიდე. შეგიძლიათ წყალში ჩადოთ. კი, შეგიძლიათ დამუხტოთ, აი თუ ვთქვათ ნატურალური ქვებისგან ხმარობთ ანუ სამაჯურს ანტელსაბამ, შეგიძლიათ ჩადოთ ამ წყალში ასევე და დაიმუხტება ამ მთვარის ძლიერი ენერგეტიკით და წარმატების კი. გასაგებია, მაგრამ სხვა წყალში რო ჩავდე შეიძლება რომ იმას დავლევდა. სხვა წყალში იქნება გაწმენდა უკვე. გაიწმინდება, წყალს მიაქვს უკვე. წყალს მიაქვს. და როგორ მაინც იცი რა არის საინტერესო უფრო მეტად რომ გავაფრთხილოთ როგორ შეიძლება აირიდონ ადამიანებმა აი მათ ვისაც რთული პერიოდი ელით ეს რთული პერიოდი ცოტა შედარებით მსუბუქად რომ გაიარო აი რაღაც აი ხრიკები რომ გვასწავლო რომ შვიდად გაიარო შედარებით ეს კარგია რომ არაფეთქდე ძალიან მაგარია მაგრამ ჩაისუნთქე რამე რიტუალი ვერცობს ამისაც უნდა გაწმენდა თუნდაც არიდება ხო არსებობს რაღაცები სურნელოვანი სანთლები რაღაცები არსებობს რა თქმა უნდა კი აი შეგიძლიათ საკმეული დაანთოთ აქტიურად ან პალოსანტო წმინდა ხეც არსებობს შეგიძლიათ აურის გამწმენდი ჩხირებიც ახო თქვა ტიბეტური თასი შემოკრათ და ეს ზარები წმინდავს ხო რას ქმნის პრობლემას ჩვენ ცხოვრებაში ნეგატიური აზრები და ჩვენი აზრები მარტივად მანიფესტირდება ეს პერიოდი აი ფაქტობრივად ეს ზეციური კარიბჭე არის გახსნილი და რასაც ფიქრობთ აი ცუდი რომ გაიფიქროთ აი მოხდება აი რომ გაიფიქროთ რომ აუ ეხა ფეხი არ წამოუკრა აი სხვაზე ნეგატიური ფიქრები როცა აქვს ადამიანს და საუბარი მაშინ მას რა ეა და რაღაცაზე ვილაპარაკეთ ჩვენზე როცა ადამიანზე ცუდი მოგიბრუნდება თავისუფლად ამ პერიოდში ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გავაკონტროლოთ აი ზუსტად რა ასე მიყავით შვიდად საკუთარ თავს მიხედეთ არის საუბროთ სხვაზე თუ ისაუბრეთ ხოლმე თქვით რომ ღმერთმა სიკეთე მისცეს გაახაროს ღმერთმა და ასე ამ კონტექსტში მხოლოდ და მხოლოდ მაგარია ძალიან ბუმერანგის პერიოდი ახლა აქტიურად ბრუნდება კარგიც და ცუდიც ძალიან ის საინტერესო პერიოდია მისტიური კარგი იმიტომ რომ მე მხოლოდ კარგს ვფიქრობ ყველაზე ამიტომ სიკეთები უნდა ვაკეთოთ ბევრად ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ რომ სიკეთეს ვაკეთებთ ისე უნდა ვაკეთოთ რომ არ დავიმახსოვრ და გავაკეთე არა ხო დადებითად უნდა იფიქრო სიკეთე უნდა ვაკეთო უნდა გიყვარდეს ადამიანები ყოველთვის ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე როდის რა იქნება კაცმა არ იცის და სულ რო არაფერი არ იყოს ყოველი დღე მადლიერებით უნდა ვიყოს მადლიერებას უდიდესი მანიფესტაციური ენერგია აქვს თქვენ რომ მადლიერი ხართ ხო უფრო მეტი გეძლევათ მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის მადლობა ყველას და ყველაფერს ამ ქვეყნად მადლობა შენ იმისთვის რომ ესეთი საოცარი ადამიანები ჩვენ თხარ აი ესე დადებითია ხშირად გვესტუმრო უნდა აუცილებლად რაღაც ესეთ პერიოდი არის და უნდა გაგვაფრთხილო ესე აუცილებლად გაგაფრთხილებთ მოკლედ ჩავიფიქროთ მეგობრებო რიტუალები შევასრულოთ ზეცას მადლობა გადაუხადოთ ყოველი დღისთვის მადლობა იმისთვის რაც გაგვაჩნია და გვაქვს ვიყოთ მაქსიმალურად კეთილად განწყობილები ყველასთან მიმართებაში არ ვიფიქროთ ცუდზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე დადებით დღეს გისურვებთ სიყვარულით და სიკეთით სავსეს შეიძლება მეც დაგემშვიდობო ძალიან მიყვარხარ ბედნიერი დღე ხვალამდე